ბაჰარი. ბაჰარ ძერფასო. შეხედე რა მაქვს. ეს რა არის დავაგონო? ეს არღვანის ნერგია. ბაღში ჩარგვას გირჩევ. ასეთი რახეა. გაზაფხულზე პირველი ესხე ყვავილდება. იმდენად ლამაზი ყვავილები აქვს, რომ ნებისმიერ ადგილს ალამაზებს. როგორც შენ, ბაჰარ. ჩემო საყვარელო. ჩემო ძვირფასო. გმადლობ. ხელსაყრელი მომენტია. ასე? მზად არის. შეგვიძლია ჩავრგოთ. მე რა ვქნა? ჯერ ნერგი ქოთნიდან უნდა ამოვიღოთ. ასე? ირგვლივ მიწა მოაყარეთ და დადგებნეთ. ოღონდ ძალიან არა. ნერგმა ხომ უნდა ისუნთქოს. ზედმეტად ფხვიერიც არ უნდა იყოს, თორემ ნერგი ფესვს ვერ გაიმაგრებს. მზად არის? ჯერ არა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცოცხალი წყლით მორწყვა. ცოცხალი წყლით? ხო. ძალის ხმების გაღება მოგვიწევს. სანამ ეს პატარა ნერგი ლამაზ ხედ გადაიქცევა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი წყალია. ცოცხალი წყალი. გამომართვი. მოდი მოგეხმარები. წყალი ორი ადამიანის სიყვარულს გავს. ის ხეს მიწასთან აკავშირებს ისე, როგორც შეყვარებულებს ერთმანეთთან, სიცოცხლესთან და მათ შორის საოცარ შეგრძნებას იწვევს. ალო, ვიპოვე კონვერტი და მოგიტანთ იქ, სადაც მეტყვით. კარგი, ახლა გამოვდივარ. სად არის ეს ქუჩა? იქნებ არასწორი მისამართი მომცა. კარგი, მომწონს, შესანიშნავი აზრია. დიახ. რა თქმა უნდა, მშვენიერია. კარგი. ნახონდის. დროებით. რა მოხდა? ვისელაპარაკები დემირ. უცნაურია. როგორც კი ტელეფონი რეკავს, მაშინვე განზე გადიხარ და ლაპარაკს იწყებ. საინტერესოა ასე გაღიმებული ვისელაპარაკები. ბაჰარ. რა? მიპასუხე, რატომ იღიმი? ნუ ცდილობ კითხვას გაექცე.
ბაჰარ. სადარდებელი არაფერი გაქვს. დღეიდან ყველაფერი კარგად იქნება. ხომ გითხარი, როგორც კი ცუდ რამეს გაიფიქრებ, მაშინვე თავიდან ამოიგდე მეთქი. ხომ გახსოვს? ბაჰარ ჰანიმ, თუ ცოტას მოითმენ, ყველაფერს მიხვდები. კარგი. ცხოვრება გვიჩვენებს. სრაფად, ხაჯერ, სრაფად. ხაჯერ. მომიტანე. გავწვალდი, მაგრამ ვიპოვე. რასაც მთხოვთ, ყველაფერს გავაკეთებ. კარგი, ოჩახ. გმადლობთ. დიდი მადლობა ნებისმიერ დროს. ოღონდ მთხოვეთ და კარგი, კარგი, ჰაჯერ, როგორც კი დამჭირდები, მოგმართავ. შესანიშნავია. მაგარია, ჰაჯერ. ჩამძინებია. ძალიან კარგი საყვარელო დაიძინე. დღეიდან ცივ წყალში აღარ გარეცხავ, მხოლოდ თბილი წყალი გიქნება. რასაც მთხოვ, ყველაფერს გავაკეთებ. მართლა? ოჯანი წავიდა? რა თქმა უნდა. ახლა პატარას საწოლიც აქვს. ვინ მოვიდა? არა დგეჰაზან, მე ვნახავ. დაგეხმარებით გონულ ხანიმ. დემირ. მოდი ხარ? საქმეები დამრჩა, გავაკეთებ და მოვალ. წამოდი, ჩემო ლამაზო. წამოდი.
ეს რა არის? შენი ჭკუისთვის გაუგებარია. ნუ ჩაერევი. არა, ჩავერევი. რაც აქ ხდება, პირადად მე მეხება. თუ ასია გაითვალისწინე. დღეიდან რაც ბაჰარს ეხება, შენი საქმე არ არის. კარგად დაიმახსოვრე. ძმაო, თარიკ. თარიკ, აქ რა გინდა? რა მოხდა? სარსარ პასუხობდა მოვედი. გინდა რომ უსიამოვნება შემხვდეს? წამოდი. რა ხდება სახლში, რატომ მომაკითხე? გირეკავდი რომ გეპასუხა, აქ არ მოვიდოდი. სანამ მომატყუებდი, მანამდე უნდა გეფიქრა. დაივიწყე. სულ სხვა რამეზე ქელაპარაკები. დამკვეთმა დამირეკა. მოვეწონეთ და ჩვენთან თანამშრომლობა სურთ. უცნაური იქნებოდა რომ არ მოვწონებოდი. ჩემი პირობები იცი. შემოსავლის შუაზე გაყოფას არ ვაპირებ. თარიკ, თუ თანახმა ხარ მოვალ თუ არა და ჩემი გზით წავალ. კარგი. როგორც გინდა ისე იყოს. შენგან პროცენტებს არ ავიღებ. თავარია სამუშაო არ დავკარგოთ. შესანიშნავია. ხომ ხედავ თანდათან ერთმანეთის გვესმის. იქნებ საკმარისია ქედმაღლობა. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა როგორც ჩემთვის, ასევე შენთვის. უნდა წავიდეთ, სააგენტოში გველოდებიან. შენთან ერთად ვერ წამოვალ, ხაზანის სახლშია. წადი, როგორც კი შევძლებ, მოვალ. კარგი, ოღონდ საქმეს შუა გზაზე ნუ მიატოვებ. ხომ გითხარი მოვალ მეთქი. წადი. სოლი დამინახავს და უსიამოვნებები მექნება. წადი. დღეს არ გელოდი და გამიკვირდა, ასე საჩქარო რა არის? ნუ ბრაზობ, ვერ გავძელი. მინდა რომ ამ დღეს შენ გვერდით ვიყო. მართალია. დემირ, ერთი წუთით. მითხარი, უკვე რა გააკეთე? შემომოწმოთ, ხომ არაფერი დაგავიწყდა. გასაგებია, ნებისმიერ შემთხვევაში დახმარება გადაწყვიტე.
საყვარელო, რატომ ადექი? ვინ იყო თარიკ? თარიკ ვინ იყო ის გოგო, რომელსაც ქუჩაში ელაპარაკებოდი? ის ოსჯანის შეყვარებულია. ოსჯანის შეყვარებული ხავს? შეყვარებული ხავს? მერტო ჩემო, მე კი არ ვიცოდი. რისთვის მოვიდა? მოხდა რამე? იცი მათი სიყვარულის ამბავი ჩვენსაც გავს. თავიანთ ურთიერთობას მალავენ. გოგოს მშობლები თუ გაიგებენ, რომ ერთმანეთს ხვდებიან, მაშინვე ჩაერევიან. ის გოგო დახმარების სათხოვნელად მოვიდა. რჩევა სჭირდებოდა. სულ ესაა. მართლა მე კი გავხიზიანდი. ღვთის წყალობით გამოსავალს იპოვიან. ჩვენც როგორ დავიტანჯეთ? ახლა კი ერთად ვართ და მალე შვილი გვეყოლება. ჩემო საყვარელო. მოდი ჩემთან. როგორც მივხვდი, ყველაფერი მზად გაქვს. თითქმის, მხოლოდ რაღაც დეტალები დარჩა. ყველაფერს მოვაგვარებ, ოღონდ ბაჰარს არაფერი უთხრა, კარგი? სიურპრიზ თუ გამიფუჭებ, ვიჩხუბებთ. ეს იცოდე. ხმას არ მოვიღებ. დარწმუნებული იყავი, რომ არ გაგცემ. რაღაც მინდა კითხო. როცა გადაწყვიტე ბაჰარისთვის ხელი გეთხოვა. ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. მე ვიფიქრე, ეს ნაადრევი ხომ არ არის მეთქი? ნაადრევი რატომ არის? რა ვიცი, რამე რომ მოხდეს ძალიან იდარდებ. ყველაფერი შესანიშნავადაა. და იქნებ მოიცადო. ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ. რა სიტყვი? ქორწილისთვის შესაფერისი მომენტები არ არსებობს. როცა გიყვარს, გინდა რომ იმ ადამიანთან მთელი ცხოვრება გაატარო. ამას გრძნობ. რაღაცის მოლოდინი დროის გაჭიმვა არ მჭირდება. მე მგონი უკვე შევხვდი ჩემს მეორე ნახევარს, რომელიც მაბედნიერებს. ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგი. იმედია ბედნიერად იცხოვრებთ. ხომ არ ბრაზობ ჩემი სიტყვების გამო? ძალიან განვიცდი. ჩემ გვერდით აღარ იქნები და ამის გამო გული მტკივა. მოდი ჩემთან საყვარელო. ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს. ეს დაიმახსოვრე. რაც უნდა მოხდეს ყოველთვის, შენ გვერდით ვიქნები. გასაგებია? წამოდი. კარგი. შილო. მე არ მინდა რომ დაიჭვიანობდე, მაგრამ დემირი უცნაურად იქცევა. შილო, ხომ ბედნიერი იყავი? რა მოხდა? დემირი ისევ არ მოვიდა. გამუდმებით ვიღაცას ელაპარაკება. რაღაცას მიმალავს. ვეკითხები და პასუხს გაურბის. ბოლო დროს ძალიან განვიცდი. შილო, გაიხსენე რამდენჯერ გითხარი. ჩვენი დემირი წესიერი პატიოსანი ადამიანია. მის გარდა ასეც არავის ვიცნობ. შენ ზურგს უკან საეჭვო საქმით არ დაკავდება. აბა ასე რატომ იქცევა?
ალბათ რაღაც მიზეზი აქვს. ასეთი წვრილმანების გამო ნუ დარდო. ამით საკუთარ თავს ვენებ. საყვარელი ადამიანის ნდობა უნდა ისწავლო. მესმის, ცდილობ გავუგო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. ყოველთვის ნერვიულობ. ცოტაც მოითვინე შვილო. მალე მიხვდები, რაც ხდება. ჩაიდალია, მიდი. მიდი. ძალიან გემრიელია. შერებ, შეწყვიტე. ვერ ხვდები რა ხდება, პამუქ. გთხოვ, გონს მოდი. ყველა ადამიანი თავის შესაფერის უნდა ირჩევდეს. ჰარუნ ბეი ამ ქვეყნად ყველაზე კეთილი ადამიანია. მაგრამ როცა საქმე ბახარს ეხება, გულმოწყალება ავიწყდება. ხელს დაგავლებს და აქედან კნუტივით მოგისვრის. ასე რომ გაითვალისწინე. ხვდები რას მეუბნები, პამუქ. ბაჰარი ჩემი ნათესავია. მას სხვა თვალით ვერ შევხედავ. ამის მოსმენა აღარ მინდა. შვილო, დავინახე მას როგორ უყურებდი. ესე იგი შევცდი. მაპატიე. კარგი, დაივიწყე. ოღონდ აღარ გაიმეორო, პამუქ. ნახოთ რა მოხდება. ბაჰარ, ნახე აქ ვინ არის? ელფინ. ამის გამო შევყუნდი. მობრძანდი. მაპატიე მომენატრე და ამიტომ გესტუმრე. სწორად მოიქეცი. შემოდი. თქვენ წადით, მე ახლავე მოვალ. გისმენთ. ალბათ სამსახურის საქმეზე ურეკავენ. სელაჰად, რა ხდება? დაასრულე? მზად არის? დიდი მადლობა. ყვავილებით შევიძინე. მოიტანეს? დეკორით შეუკვეთე. კარგი იქნება თუ ყველაფერს მორთავ.
ხო, ერთი თხოვნა მაქვს, ძალიან შეეცადე, მინდა ჩანდეს, რომ ეს განსაკუთრებული დღეა. ძალიან გთხოვ, თავი არ დაზოგო. ბაჰარ, ძირფას ერთი კითხვა მაქვს. გისმენობენ. როცა მოვედით, ძმას დაურეკეს და ტელეფონზე სასაუბროდ გავიდა. შენ კი უცნაურად შეხედე. თითქოს რაღაცაში ეჭვი შეგეპარა. ასე იყო? გეტყვი. ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს, კარგი? კარგი, გპირდები. ბოლო დროს დემირი უცნაურად იქცევა. როგორ თუ უცნაურად? მართლა არ ვფიქრო, რომ ვეჭვიანობ, მაგრამ როცა ვიღაც ურეკავს, მაშინვე მოშორებით გადის. დიდხანს ელაპარაკება რაღაცას განიხილავს, ზოგჯერ ეღიმება კიდეც. იქნებ რომ ებნელი საქმეებია. არ შეგინიშნავს? აი ახლაც გაქრა. არა, ძვირფასო, რა ბნელი საქმეები. სერიოზული არაფერია, დაწყნარდი. ხო, მე მგონი რაღაც ხდება, მაგრამ გავარკვევ. ელბინ, მგონი რაღაც იცი. აბასრაფად გამოტყდი. ელფინ, მითხარი. ამის გამო ჩემი ძმა მომკლავს. დემირმა ხელი უნდა გთხოვოს. რა? სერიოზულად? დემირმა ხელი უნდა მთხოვოს? ხო. ელფინ, მართლა? დემირი ხელს მთხოვს. დიდი ხანია ამას აპირებს. ბეჭდის შესარჩევადაც ერთად წავედით. ბეჭდის? ხო. წარმოუდგენელია. ამ სახლში თუ არა. სხვაგან მაინც გადამეყრები დემირბეი და არ შეგიბრალებ. მადლობ ძმაო, შენი აღწერით კარგი უნდა გამოსულიყო. მაპატიე რომ შეგაწუხე. ვიცი რა დაკავებულიც ხარ. 2 საათში მოვალ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ნახვამდის. ბაჰარ, გთხოვ, ჩემ ძმას არაფერი უთხრა. გებედრები მომკლავს. მთელი სიურპრიზი გავაბუჭე. რა ვქნა, ვერ მოვითმინე. არ ვეტყვი, ნუ დარდობ. რა კარგია რომ მითხარი. ელფინ, რა არ წარმოვიდგინე. ვიცი. და ის ადამიანი, რომელსაც ეჩურჩულებოდა, მე ვიყავი. გეგმა ერთად შევიმუშავეთ. როგორ ვღელავ? არ ვიცი როგორ მოვიქცე. ხელები მიკანკალებს.
იქნებ დემირი მიხვდეს, რომ ყველაფერი ვიცი. ნუ დარდო ფადექი. მოდი ისე ვიხტუნაოთ. ელფინ. ფინ რა ბედნიერი ვარ. ყველასე ბედნიერი ვარ. რას აკეთებთ? არაფერს. ბერთობით. ხო, ბერთობით. რა უცნაურად ერთობით. თქვენი ხმები ეზოშიც კი ისმის. რა მოხდა, გართობა არ შეიძლება? ყურადღებას ნუ გვაქცევ დემირ. ბაჰარ, თუ თავს კარგად გრძნობ და ხედავ რომ ასეა, იქნებ გავისეირნოთ. რა სიტყვი? გავისეირნოთ. კარგი, წამოდი. სად მივდივართ უკვე გადაწყვიტე? ძმას ელათინს ჩვენს უბანში ერთი ლამაზი ადგილი აქვს და იქ წავიდეთ. თქვენს უბანში? იქ რატომ გინდა წასვლა? ჩვენი დესერტი, ნიშე. ხონქს ხოვე გადამინდე მეთქი. დემირ, მაპატიე, დროზე არ მოხვედი და გავყიდე, რა უნდა მექნა. უკაცრავად, მას შეეშალა. როგორ თუ წაიღებთ? გადადება ვთხოვე და სთხოვეთ, მაგრამ დააგვიანეთ. მე კი ვიყიდი ასე რომ მაბადიეთ. ბუდიშს გიხდით, მაგრამ ჯერ არ დამიგვიანია. როგორც ხედავთ, აქ ვარ. მერთო ჩემო, ასეთი სისულელი არ მომისმენია. ნამცხვარი უკვე ვიყიდე. ხურდა არ მინდა, გმადლობთ. დღეს არ გაგიმართლათ. მოითმინეთ. ეს დესერტი უნდა ვიყიდო. გთხოვთ. გთხოვთ. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. მართლა. დემირ? ის ადგილი ძალიან მომწონს. მასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. როცა მივალთ, ყველაფერს მიხვდები. კარგი, თანახმოვარ. ძალიან კარგი. საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი, დავასრულებ და საღამოს შევხვდეთ, კარგი? ძალიან კარგი. 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 არ მკითხავ, სად მივდივარ? უნდა კითხო? მე არ მეხება. თუ საქმეები გაქვს, მიხედე. რასაგებია? ელფინ, უნდა წავიდეთ, მოემზადე. კარგი, მოვდივარ. წადი. დამელოდე.
რატოს რატომ არ ჭამ? აქვე გემრიელ კერძებს ამზადებენ, რამე შეუკვეთავ. მომზადება არ დაგჭირდება. ერთი ზარი და სახლში მოიტანენ. არა, ძვირფასო არ მინდა. თან მეშინია გული არ მერიოს. კარგი, როგორც გინდა. თუ მოგშივდება, რამეს თვითონ მოგიმზადებ. ჯობს არ დავაგვიანოთ. ხომ გახსოვს, რომ დღეს ექიმთან უნდა წავიდეთ? ექიმთან მივდივარ? ჩავეწერე, რომ ბავშვის ამბავი გავიგო. და გავიწყდა? არა, საყოველო არ დამვიწყებია. უბრალოდ ჩავფიქრდი. გამომართვი ფამუქხანიმ. გონულხანიმ. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან. ფამუქ ძვირფასო. ფრთხილად, შვილო, ფრთხილად. ხელები ზეთიანი მაქვს და დაისვრები. რა მოხდა? ჩემმა დემირმა ხელი უნდა მთხოვოს. მართლა? როგორ მიხარია ბახარ, ჩემო გოგონა? ხომ გეუბნებოდი თუ ცნაურად იქცევა. ვიღაცას ტელეფონით ეჩურჩულება. თურმე ჩემი პრინცი ხელის სათხოვნელად ემზადება. რა კარგია. გონულხანიმ, რა ბედნიერი ვარ. შვილო, სწორად გამიგე. ყველაზე მეტად მე მინდა რომ გათხოვდი და ბედნიერი იყო. მაგრამ ჯერ ხომ არ გამოჯანმრთელებულ ხარ. მეხსიერება არ დაგბრუნებია. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ძალიან ხომ არ ჩქარობ? ფამუქ, მეხსიერება რომ დამიბრუნდება რა შეიცვლება? მე და დემირ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფრის გახსენების შემდეგ შენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. მაგრამ ხომ არ ინანებ? მე რიც ასე ძალიან გეყვარებათ ერთმანეთი. ადამიანებს ხომ გულით უყვართ? მეც დემირი მთელი გულით და არსებით მიყვარს. მართალია, წარსული არ მახსოვს, მაგრამ ეს რა შეცვლის? განაგონება შეუძლია უარყოს ის, რასაც გული გრძნობს. ნუ დარდობ ძვირფასო. მე და დემირი ბედნიერად ვიცხოვრებთ. რადგან ის სიცოცხლე ძალას მაძლევს. ძვირფასო, რადგან თქვენი სიყვარული ასეთი ძლიერია, ხელს ვერაფერი შეგიშლით. ბედნიერი იყავი, შვილო. მოდით ჩაგეხუტოთ. აი ასე, ფამუქ, ძვირფასო. ელფინ, შვილო. ელფინ. სახლში ხარ, ელფინ?
ნახო ჩახი ხარ ხაჯერ. აბა ძალიან ოჩაღი ვარ. ახლა ავალაგებ. სამზარეულოში გავიტან, მალე უნდა წავიდეთ. კარგი ძირფასო, როგორ სიტყვი? გისმენთ. ალო თარიკ, დარეკეს, ერთ საათში აქ იქნებიან. სრაფად მოდი, კარგი? ალო, გესმის ჩემი? ვეცდები, მაგრამ შეიძლება დამაგვიანდეს. იქნებ ცოტა ხანს გააჩერო. როგორ გავაჩერო? ნუ სულელობ. ყველაფერი იღონე, რომ მოხვიდე. გელოდები. კარგი, ნუ ბრაზობ, მოვალ. ეს რა კოშმარია. თანახმავარ. რა თქმა უნდა, თანახმავარ. კი, თანახმავარ. გამოყვები დემირ. არა, ეს მეტისმედია. რა საჭიროა ყვირილი? თანახმავარ. ხო, ცუდად გამოყვები. რა თქმა უნდა. მახარ ძირფასო, არ დაგავიწყდეს ყველაფრის მოყოლა წვრილმანებიც მაინტერესებს. რა და როგორ მოხდება, კარგი? აუცილებლად მოგიყვები, არი დარდო. ელფინ ვისწერ, იქნებ მეც მითხრა. არაფერია, ძმაო, მეგობარს წერ. დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი მოგვარებულია. ბოლო წუთს რამე არ გაფუჭდეს. ელფინ, რამე გამამხნევებელი მითხარი, ყველაფერი მოვამზადენების მიერ წვრილმანზეც ვიფიქრე, ასე რომ ტყუილად ნუ დარდობ დაიგო. ახლა კი სახლში წაგიყვან, კარგი? არ მინდა, შეიძლება წამოყვე. როგორ არა, ბეჭდის გაკეთებაში დამეხმარები. პირობას გაძლევ. მოშორები დავშდები და ხმას არ ამოვიღებ. მაინტერესებს ხელის თხოვნა როგორ ჩაივლის. მეც ხომ მხელავ. ელფინ, ტყუილად ნუ ცდილობ. კარგი, აღარაფერს ვიტყვი. არც კი ვიცოდი თუ ასე ვიდარდებდი. ჩემი მღელვარება ნელ-ნელა იზრდება. აბა რა, ძალიან ამახელბებელია. რას ამბობ ბოშჯან? და ამას ახლა მეუბნები? კარგი, გასაგებია. გავგიშდები. რა მოხდა, თარიკ? ბოშჯანმა დამირეკა. გახსოვს მასთან ერთად მშენებლობაზე რომ მუშაობდი? ამბობს, რომ რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ და სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ. მერე რა უნდა ვქნათ?
არაფერი, ცოლი ექიმთან მიმყავს. თვითონ გაარკვიონ. თუმცა თუ ვერ გამოვასწორებთ, არ გადაგვიხდიან. ამიტომ ავღელდი. თუ ასე წადი და გაარკვია. საყვარელო ასე არ შეიძლება, როგორ დაგტოვა? არა, არ წავალ. ამავე დროს ფულიც ძალიან გჭირდება. ბავშვისთვის რამდენი რამ ვიყიდეთ. ყოველთვის ასე რატომ ხდება? კარგი ნუღელავ. ხდება ხოლმე. შენ წადი. მე მარტო წავალ. დარწმუნებული ხარ, საყვარელო? მართლა? დარწმუნებული ვარ. შენ საქმეს მიხედე, მე ექიმთან წავალ. სოფლიოში ყველაზე შეგნებული ცოლი მყავს. კარგი, თუ ასეა, მოგვიანებით დაგირეკავ. გაგაცილებ. ამას როგორ გავუძლო? როგორ ვიცხოვრო? ჩემი საყვარელი ადამიანი ცოლად ჩემს მეგობარს გაყვა. მალე შვილი ეყოლებათ. ელფინ, დამელოდე. ნეიდამ და ხან სად იყავი? საქმეები მქონდა, ბანკში ვიყავი. 2 საათი რიგში ვიდექი. გასაგებია შედი? ელფინ, არიცი სახლი არეული რატომ არის? ნივთებს მიასე ვყრი? ღმერთო ჩემო. ღმერთო. რა საშინელებაა? გაგქურდეს? ნამდვილად ქურდები იყვნენ. ღმერთო. ქურდები. უსინდისოები ეს რა საშინელებაა, ღმერთო. ღმერთო, მე ხომ დანაზოგი მქონდა. ალბათ წაიხეს. კარგი, დამშვიდდი. დავიღუბე. უპოვიათ. ღმერთო, რა თქმა უნდა იპოვიდნენ. აბა რა სიზამდნენ. ნაძირალები. ეს რა უბედურებაა. ახლა რა უნდა ვქნა? დავიღუბე, გეფიცები. ღმერთო, დავიღუბე. დედა, დამშვიდი. ვერაფერს იზამ. როგორ დამშვიდე? როგორ? მითხარი. იცი ამპულს რა სიმწრით ვაგროვებდი. საჭმელს არ ვჭამდი. მინდოდა შენთვის დანაზოგი გამეკეთებინა.
ღმერთმა დასაჯოს ის უსინდისოები. დედა, ასე არაფერი გამოვა. Ახლავე პოლიციას დავურეკავ. მოვლენ და ნახავენ. ახლავე. არა. დარეკვა საჭირო არ არის. პოლიცია გამაკლია. დედა, პოლიციის გარეშე არ გამოვა. თითის ანაბეჭდებს აიღებენ და სამხილებს იპოვიან. არ დაურეკო. გონია ყველაფერი ისე ხდება, როგორც სერიალებშია. არც იოცნებო. ისედაც სახლი თავდაყირაა. ახლა პოლიცია მოვა და უარეს დღეში ჩააგდებენ. პროტოკოლში ადგენენ, დაგვითხავენ. მერე განყოფილებაში სიარული მომიწევს. ღმერთო, ღმერთო, ყველაფერი დავკარგე. რადგან ასეა ძმას დავურეკავ, კარგი? ყველაფერს ვეტყვი. ღმერთო, რა უნდა ვქნა? არა, არც მას დავურეკავ. მართალი ხარ, დეიდა? ფულს ვეღარ დაიბრუნებ. მას მაინც ნუღარ გავანერვიულებთ. რა უბედური ვარ. კარგი, დამშვიდი. წყალს მოგიტან. ნუტირი, ახლავე მოვალ. მომიტანე, მომიტანე. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. საბუთები ხელმოწერილია, ისინიც კმაყოფილები არიან. უნდათ რომ მუშაობას სასწრაფოდ შევუდგეთ. და რაც მთავარია, ეს პროექტი გრძელვადიანია. რა თქმა უნდა, გრძელვადიანია. ერთად ბევრ ამას გავაკეთებთ. ეს მოთელვაა. სერიოზულ ფილმებში გადაგვიღებენ. დროზე უნდა დავიწყოთ. მოუთმენლად ველი. მალე იქნება დამიჯერე. ვერც კი მიხვდები დრო რა შეუმჩნევლად გავა. ვიზე ნაკლები ვართ. სიმაღლე გვაკლია, გარეგნობა, ქარიზმა, სილამაზე, მიმზიდველობა თუ რა? არაფერი. ნაკლები კი არა, მეტიც ვართ. ამიტომ კარგი განწყობა უნდა შევინარჩუნოთ. ახლა დროა შედეგით დავტკბეთ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ავანსიც მივიღეთ. ასეა, ის ხომ შენი პირველი ხელფასია, მშვიდობაში მოიხმარა. მოდი ერთად დავხარჯოთ. ეს დღე ხომ უნდა აღვნიშნოთ, არა? ახლა ეს და ეს. რა სიტყვით როგორია? ცუდი არ არის საყვარელო, მაგრამ მოდი ეს გაისინჯე. ძალიან უხდება, არა? ხო, გიხდება. შეუძლებელია. ვერ ვარჩევ, ვერაფერს ვიხდენ. ცოტა ადრე რომ მცოდნო და მოვემზადებოდი. ახლა რა ვქნა? ბახარ, საყვარელო, რატომ განიცდი? შენ ნებისმიერი გაბაგი ხდება. ხო, ფამუქანი მის სიმართლეს ამბობს. შენ ბუნებრივად ლამაზი ხარ. ბრწყინა. რაც არ უნდა ჩაიცვა, ყველაფერი მოგიხდება. დემირი თვალს ვერ მოგწყვეტს. გონულხანიმ, რა კარგია რომ ჩემ გვერდით ხართ. ისეთი საყვარლები ხართ. ხარში მიდგახართ. დიდი მადლობა. ჩემი ლამაზი გოგო. საყვარელო. ძვირფასო. ერთი წუთით. ახლავე. ნახეთ, ეს საბოლოო არჩევანია. ეს და ან ეს. თუ ეს. ეს თუ ეს. ეს. მაგარია, მეც ეს ავარჩიე. კაბის საკითხი მოგვარებულია. შვენიერია. ძალიან მღელავ. ძმაო, რა შვები? არაფერს ვზივარ. შენმა ძმამეს შეძლო, სამოდელო კარიერა ოფიციალურად დავიწყე. რა სიტყვი?
კარგია ძმაო, გილოცავ, წარმატებებს გისურვებ. ახლა ჯიბეში ფული მიდევს. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ნახე. გეყოფა. სერიოზულად გეუბნები. ჯერჯერობით ამას იმივიღე ხელფას, როგორც კი ავიღებ, ვალს დაგიბრუნებ. იმედი მაქვს. ვერ ხვდები რა გჭირს. არ გატყუებ, უბრალოდ ხომ იცი, ბევრი ხარჯი მაქვს, ახლა 3 ადამიანზე ვზრუნავ. კარგი ძმაო, ფული ვინ გთხოვა? ჰაზანს როდის მოუყვები სამოდელო საქმიანობის შესახებ? მერე მოუყვები, მოგვიანებით. ჯერ ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდეს და ჯობს დროზე უთხრა. ცოლს ნუ ატყუებ, სულელური თამაშები შეწყვიტე. ველოდებოდი ნოტაციების კითხვას როდის დაიწყებს მეთქი. მომენტით ტკბობის საშუალებას არ მაძლევ, მაშინვე ყველაფერს აფუჭებ. მაგრამ დღეს ეს არ გამოგივა. ეს რა არის? რასერ, მომეცი, მოიცადე. მისი სახელია გაღვიძებისთანავე გონებაში რომ მომდის. ელეგანტურია, ლამაზი, ცოტა სულელიც. ეს არის სიყვარული. რას ბოდავ? სკოლის მოწაფესავით სასიყვარულო ლექსების წერა დაიწყე? მერე შენ რა? ეს ხომ სისულელია? სასწრაფოდ შველა გჭირდება ძმაო. ჩვენს დროში რა დროს ლექსებია? სხვაგვარად უნდა მოიქცე, უნდა იმოქმედო ძმაო. მაგალითი ჩემგან აიღე. თუ არა და ამ კედლებში მარტო დაბერდები ოსჯან. დამიჯერე. კარგი წავალ, სანამ შენს რომანტიკას ბოლომდე ჭკუიდან გადაუყვანივარ. გამარჯობა მოჰათინ. კეთილი იყო შენი მოსვლა დემირ. მადლობ ძმაო. რა სიტყვი? გეფიცები ადგილიც და მაგიდაც მაგარი გამოვიდა. დიდი მადლობა. არაფერს. ძმაო, ეს გამომართვი? როგორც კი ნიშანს მოგცემ, ჩართავ, კარგი? კარგი, ასე ვიზამ. დღეს ძმაო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზ გოგოს ხელი უნდა ვთხოვო. ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. დემირ, ამაზე არც იფიქრო. ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც გინდა. ძალიან მიხარია ასეთი მნიშვნელოვანი დღისთვის ჩემი ადგილი რომ აირჩიე. უკეთეს სად ვნახავდი. კარგი, წავალ, გამოვიცვლი. თაიგულით საყიდელი მაქვს. კარგი დემირ, შეხვედრამდე. არა, ჯერ ტაქსი არ ჩანს. ველოდები. დროებით. შენ ჯერ არ იცი საქმე ვისთან გაქვს ბახარ. სულ ყველად გონია რომ დემირს ასეილად დაგითმობ. ჩემსას ყოველთვის ვიღებ. ამაში ხელს ნამდვილად ვერ შემიშლი.
ჰაზან? ჯერ არ მოსულა. ალბათ ისევე ქიმთანაა. როგორ გაგიმართვა თარიქ? ამიერიდან ყველა შენი ოცნება ახდება. ხო, დედა. ეს არის ექიმისგან გამოვედი, სახლში მივდივარ. შვილო ექიმა რა გითხრა, ყველაფერი რიგზია? ხო, ყველაფერი კარგად არის. დედა, წარმოგიდგენია, ჩემი შვილის გულისცემა მოვისმინე. ეს საოცრება იყო. შვილო, რა ბედნიერება. იმედი მაქვს მალე ჯანმრთელ შვილს აიყვან ხელში. ახალი არაფერი უთქვამთ? ამინ დედა, სხვა არაფერი უთქვამთ. ვიტამინები დამინიშნე და მითხრა, რომ რამდენიმე თვე ფრთხილად უნდა ვიყო. თავს გაუფრთხილდი, კარგი? თარიქი რას ამბობს? ჩემთან ერთად არ ყოფილა, საქმე გამოუჩნდა. შვილო, ისევ მარტო იყავი? რატომ არ მითხარი, ჰაზან? მე წამოყვებოდი. დედა, პრობლემა არ არის, უკვე სახლთან ვარ. კარგი, რას ვიზამთ. ამჯერად ასე იყოს, მაგრამ მომავალში ექიმთან მარტო არ წახვიდე. თარიქი თუ ვერ შეძლებს, მე გამოყვები. კარგი? კარგი, დედა. ძალიან მიყვარხარ. ნახვამდის. მეც ძალიან მიყვარხარ, შვილო. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გამარჯობა. დღეს აქ მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, ალაგება ვერ მოვასწარით. არა უშევთ. ძალიან ლამაზი სანახავია. თუ ასეა დავბრძანდით. მაბადიეთ. გმადლობთ. ხმოვანებულია ტელეკომპანია